მოგესალმებით. დღეს ჩვენს გვექნება პატარა ინტერვიუ სუხიშვილების მოცეკვავესთან და ამასთან ერთად შეთავსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 10 უკვე კურსდამთავრებულთან სანდრო მაისურაძესთან. სანდრო, როგორ ხარ? გამარჯობათ, კარგად, ხარებად ბრძანდებით. შვენივრად, იმედია საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გამოგვივა პირველად წერ ინტერვიუს მოცეკვავესთან. საინტერესო. სანდრო, მაგრამ გადავალ პირდაპირ პირველ შეკითხვაზე, როგორ დაიწყო თქვენი გზა სუხიშვილების ანსამბლში და რა იყო ის წამი, ის მომენტი, როცა მივხვდით, რომ აი ეს სცენა, სუხიშვილების სცენა თქვენი ადგილია. კი ბატონო. ბავშვობიდან ცეკვავდი ის კონკრეტულად სუხიშვილების ანსამბლს შევეხოთ დაახლოებით 7 წლის წინ 15-16 წლის ასაკში. პირველად მომიწია რომ ვისულიყავი სტუდიაში სუხიშვილების აკადემიაში და გამომეცადა რა გზნობა იყო სუხიშვილების ანსამბლში ვარჯიში პირველ რიგში. სანამ ცეკვამდე მივალთ პირველ რიგში ვარჯიში რა გზნობა იყო. როცა მივედი პირველად სუხიშვილების აკადემიაში ძალიან არ მოვიტყუები და სტრესული გარემო დამხდა, იმიტომ რომ იგრძნობა დაძაბულობა, რაც სუხიშვილების სახელთან კავშირდება, იმიტომ რომ 1000-ობით და 10000-ობით მოცეკვავე არის, რომელიც ცდილობს რომ სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავე გახდეს, პირველი ანსამბლის მოცეკვავე გახდეს და ძალიან იგრძნობა ეს ატმოსფერო შესვლისთანავე, იმიტომ რომ ხედავ როგორ მონდომებით შრომობენ შენი თანატოლები იმისთვის რომ ერთი ადგილი გაიზიაროთ და სცენაზე იმ ათეულ და იმ 20 მოცეკვავეებში შეხვიდეთ, რომლებიც საქართველოს სახელით მთელ მსოფლიოს მოევია. პირველი თვეები და პირველი წლები ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ ადაპტაცია მიწევდა ყველაფერთან. დიდი ხანია ვცეკვავდა, ბავშვობიდან ამ საქმეში ვარ, მაგრამ სხვა სამყაროში აღმოჩნდი, როცა სუხიშვილების აკადემიაში დავიწყე ვარჯიში. თითქოს საერთოდ არ ვიცოდი ცეკვა, ისეთი შეგრძნება მქონდა. 5-6 წლიდან ცეკვა, მაგრამ 15-16 წლის ასაკში მივხვდი რეალურად რა იყო ცეკვა და რა სტანდარტებში უნდა ჩამჯდარიყავი, რომ პროფესიონალი მოცეკვავე სახელი მიმეღო. პირველი რამდენიმე წელი ძალიან რთული იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ადაპტაციის გავლასთან ერთად ყველაფერი ნელ-ნელა მოვიდა. ვისწავლე ახალი რაღაცები და დღესაც ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რაღაცა კიდევ სასწავლი მაქვს და ჯერ სრულად სუხიშვილების პირველი დასის წევრი არ ვარ და ვცდილობ, რომ დღითიდღე უფრო და უფრო გავაუმჯობესო ჩემი ფორმა და მივუახლოვდე აი ჩემს უკან ბექგრაუნდზე მყოფი მოცეკვავეების სიას. კი ბატონო, საკმაოდ საინტერესო სტორი გქონია ჩემო სანდრო. სუხიშვილები და საერთოდ ბავშვობიდან ახლა ყველა მეგვიცით, რომ აი ცეკვის მასწავლებლები, როგორც ესეთი, გამორჩეულები არიან განსაკუთრებული სიმკაცრით და დისციპლინით და განსაკუთრებით რა თქმა უნდა სუხიშვილებში წესითაც იგრძნობა. როგორ უკლავდებით ამ სტრესს, ამ ყველაფერს, რაც კი მოსდევს, აი თუ გინდა სახელს სუხიშვილს და თუ გინდა უბრალოდ ქართულ ცეკვას. კი ბატონო. მართლაც ეგრეა, ძალიან სტრესულია ცეკვა ზოგადად და სუხიშვილებში ცეკვა მით უმეტეს, რადგან შენს უკან მთლიანი არა მარტო გვარი სუხიშვილები და არა მარტო ანსამბლის სუხიშვილები, მთლიანად ისტორია დგას შენს უკან და თითოეულ შენ მოძრაობა ატარებს უდიდეს მნიშვნელობას და უდიდესი ტვირთი გაქვს ზურგზე, რადგან თითოეული ფეხის დაცდენა ამ სახელის და ამ დიდი ოჯახის ფეხის დაცდენას ნიშნავს. და ყველა მოცეკვავე ამას თავიდანვე იაზრებს და თავიდანვე ხვდება თუ რა ვალი აკისრია, ასე ვთქვათ, ამ ანსამბლის და ამ დიდი ოჯახის წინაშე. სტრესი რა თქმა უნდა, რომ ყოველდღიურად იგრძნობა, რადგან გიწევს რომ დაახლოებით შენი თუ ხარ დატვირთული მოცეკვავე და თუ ხარ აქტიური მოცეკვავე, სუხიშვილებში თუ ხარ დაკავებული კონცერტებში და ხარ პირველი დასის მოცეკვავე, დღეში დაახლოებით 6 საათი შეიძლება მოგიწიოს, 8 საათით შეიძლება მოგიწიოს დარბაზში ყოფნა და ცეკვა. ეს რა თქმა უნდა უკვე ცხოვრების სტილში გადადის და ეს არ არის მხოლოდ პროფესია. და სტრესიც რა თქმა უნდა უფრო და უფრო იმატებს ესეთ მდგომარეობაში. რაც შეეხება აი ქორეოგრაფები რო ახსენეთ და ეს დამოკიდებულება რო ახსენეთ, ესეთ დამოკიდებულება რო არის, ზუსტად მაგიტომ არის სუხიშვილები ასეთ დონეზე და ესეთ ხარისხზე, რადგან თუ ქორეოგრაფმა შენ
ეს სიმკაცრე არ გაგრძნობინა, ну რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ზრდილობისა და ნაწილობრივ მეგობრობის ფარგლებში უნდა იყოს. მაგრამ თუ ეს სიმკაცრე არ გაგრძნობინა, ვერანაირად ვერ მიაღწევ იმ შედეგს და ბავშვობიდანაც ასე იზრდებიან მოცეკვავეები. საქმეში ნამდვილად სიმკაცრე უნდა იყოს, მე არ ვახდენ იმის პროვოცირებას და იმას არ უსვამ ხაზს, რომ ბავშვებზე უნდა ძალადობდნენ მასწავლებლები და თუნდაც აი ეს გავრცელებული რო არ აი ჯოხებით რო დადიოდნენ მასწავლებლები ბევრს მსმენია და მეც მსმენია ბავშვებიდან მე არ მყავდა ესეთი ქორეოგრაფი მაგრამ ბევრისგან მსმენია აი მე მყავდა ეგეთი ქორეოგრაფი ზუსტად მეოთხე კლასში რო ვიყავი მაგის გამო არის ცეკვის აზზე რო ვარო და ნათამალი რო არ ვიცი ცეკვის მარტო მოდიოდა ხოლმე ჩემთან 51 სკოლაში იყო ქორეოგრაფი ახლა არ დავასახელებ ვინ იყო მაგრამ ეხლა ცნობილი მსახიობი არის ეგ კაცი და წკეპლით დაგზდევდა ხოლმე ვინ რაღაცა არასწორად გააკეთებდა ხოლმე ფაქტია მაგის მერე შემძიზღდა ცეკვა ძალიან ბევრი მოცეკვავე ვიცი ვინც ესე გაიზარდა და დღეს მაგარი მოცეკვავეა მე პირადად სხვანაირ გარემოში გავიზარდე უფრო მეგობრულ გარემოში გავიზარდე მაგრამ ნუ სიმკაცრე საქმის მიმართ ყოველთვის იყო მაგრამ საქმის მიმართ სიმკაცრე ყოველთვის არ ნიშნავს მეგობრულ ფარგლებს გაცდენას მაგრამ ხანდახან ის მეგობრული ფარგლებიც დასავიწყებელია რადგან ბავშვი მაინც ძნელად მოსაბოჭია და ძნელად გასაკონტროლებელია და როდესაც ყოველთვის მეგობრული გარემოა ბავშვისთვის იქ ბავშვი ყოველთვის ზედმეტს მოინდომებს და მე თვითონაც ჩემი გამოცდილებიდანაც არ ვამბობ რომ ძალიან მშვიდი ბავშვი ვიყავი და წნარი ბავშვი ვიყავი და ვერასდროს ვერც ერთი ქორეოგრაფი ვერ მაჩერებდა და ვერ მომშვიდებდა იმიტომ რომ მეგობრულ გარემოს როცა ვგრძნობდი უფრო და უფრო მეტი მინდოდა და მეტის გაკეთება მინდოდა მეტს ვიღებდი ასე ვთქვათ ჩემ თავზე ასე რომ რაღაც ოქროს შუალედია დასაჭერი ამ სიმკაცრესა და მეგობრულობას შორის მაგრამ აუცილებლად მეგობრულობა საქმეში ყოველთვის დამაზიანებელია ეს ჩემ თავზეც ვიცი ბავშვებთანაც მიმუშავია და მიგრძნია რომ ყოველთვის როდესაც მეგობრული ხარ ბავშვი უფრო და უფრო მეტად აძლევს თავის თავს უფლებას რომ თუნდაც გაკვეთილის პროცესი ჩაგიშალოს ან გაცდეს რაიმე ფარგლებს კი ბატონო კარგი სანდრო სუხიშვილები გამორჩეულნი არიან ქართულ სცენაზე იმით რომ სწორედ ისინი არიან ინოვატორები ახალი სასაკვებო ტრადიციების აი შენი აზრით რამდენად იცვლება ქართული ტრადიციები ცეკვაში და ქართული ტრადიციული ცეკვები რამდენად იცვლება და როგორ აფასებ ამას როგორც მოსეკვავ კი ბატონო ნუ თავდაპირველად დავიწყებ იმით რომ ყველა ილეთი ახალია ზოგადად რაც კი რამე ილეთი შექმნილა ყველა ილეთი იყო ახალი პირველად როცა იწევს მე მაქვს წნომა ძველ ცეკვებთან სუხიშვილების და არ მარტო სუხიშვილების ძველი ანსამბლების ქართული ანსამბლების და რასაც უყურებ დაახლოებით ილეთების 90% გამქრალია დღეს ან გამქრალი უფრო ცუდი ნათქვამია სახეცვლილია დღეს და ილეთები არის სრულიად შეცვლილი და სხვანაირად მოწოდებული მაყურებლისთვის ჩემი აზრით პირველ რიგში ამის უდიდესი ინოვატორი იყო ბალეტი იმიტომ რომ ბალეტმა უფრო და უფრო მეტი მოქნილობა მიცა ცეკვას და უფრო მეტად შეცვალა და უფრო ლამაზი ახალა ჩემი აზრით ჩემი პირადი აზრია ეს არანაირად არ ვაკინებ ძველი ცეკვის ხარისხს მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა თავდაპირველად როცა ეს ილეთები დაიდგა და ეს ილეთები შეიქმნა სუხიშვილებში ან სხვა ანსამბლებში თავდაპირველად ეს ილეთებიც იყო ახალი შემდგომ უფრო და უფრო ეს ილეთები დაიხვეწა და დღეს უკვე რასაც სუხიშვილები გვთავაზობს და თუნდაც აფხაზეთის ანსამბლიც რომ ავიღოთ აფხაზეთის ანსამბლსაც აქვს რაღაც ინოვაციები ზოგ შეიძლება მოწონდეს ზოგ შეიძლება არ მოწონდეს მაგრამ კარგია როდესაც რაღაც ახალი შემოდის სუხიშვილები ზუსტად ამას აკეთებს უკვე ძალიან დიდი ხანია დაახლოებით 10 წელია ან 15 წელია სხვადასხვა პროექტებში არიან ჩართულები იყო პროექტი რამიშვილები როდესაც უფრო ბალეტისკენ წავიდნენ ასევე როდესაც შეიქმნა ჩემს უკან მყოფი ბექგრაუნდზე თაკარაზე იყო პირველი ეს პროგრამა ახალი პროგრამა რომელშიც სრულიად ახალი ცეკვები იყო და დღესაც კი რო გადავხედოთ არსად სოციალურ ქსელში არ მოიპოვება სრულმეტრაჟიანი ვიდეო რომელშიც ჩვენ ვნახავთ ამ ცეკვებს იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის პირდაპირ ლაივში სანახავი რა და არავის არ აქვს უფლება რომ ეს ვიდეოები გამოაქვეყნოს იმიტომ რომ ეს ინოვაცია შეინახოს სუხიშვილებმა იმიტომ რომ ყველა გამოსვლაზე ყოველ კონცერტზე
და ყოველ სეზონზე სრულიად ახალი პროგრამით გამოდის სუხიშვილები და სრულიად ახალ ცეკვებს გვთავაზობენ. ეს უკვე საკითხავია ვის მოწონს, ვის არ მოწონს და ვინ როგორ უყურებს ამ ინოვაციებს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ყველა ცეკვა სხვადასხვანაირია, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ არანაირად არ არის გადახვეული არც ერთი ცეკვა ჩვენს ისტორიასთან და ჩვენს წარსულთან, რადგან ყველა ახალ მოძრაობაში და ყველა ინოვაციაში ვხედავთ ჩვენ იმ ძველი მოძრაობების სინთეზს ერთმანეთთან, ახალ მოძრაობებთან, თუნდაც ბალეტის მოძრაობასთან ან სხვა ქვეყნის ან სხვა კულტურის ცეკვების რაიმე მოძრაობებთან. ასე რომ ჩემი აზრით დადებითად ვაფასებ ამ მოვლენებს, რაც მიმდინარეობს დღევანდელ ქორეოგრაფიაში, ზოგადად ქართული ცეკვის და უფრო მოდერნში გადასვლა, უფრო და უფრო სხვანაირ სახეს გვაძლევს და სახეცვლილი ხდება ცეკვა, მაგრამ არ ვწდებით იმ ფარგლებს, რითიც დაიწყო ქართული ცეკვა. კი ბატონო. აი, პირადად შენთვის რომელია ყველაზე ემოციური ცეკვა, რომელია ყველაზე შენი საყვარელი ცეკვა და შენ პირადად რომელი ცეკვის შესრულებისას გრძნობ თავს როგორც თევზი წყალში? კი ბატონო. მე პირადად ჩემი გამოცდილებით ორნაირად შევაფასებ, მოდი ამ კითხვას. პირველს გეტყვი ჩემ გამოცდილებას, რომლითაც დავიწყე მე და რაც ყველაზე გულთან ახლოს ხდება და მეორეს გეტყვი მუსიკალურად რომელია ყველაზე ისეთი ცეკვა, რომლის მუსიკაც მესმის, პირდაპირ მინდა რომ ავდგე და ცეკვა დავიწყო. ეხაც რომ ჩაირთოს ეგ მუსიკა, ალბათ ეხაც აქ ვიცეკვებ. არ მომერიდება ინტერვიუში. ალბათ პირველი იყო მე როდესაც სუხიშვილებში გადავედი და ასე ვიტყვი რომ მე როდესაც ცეკვა დავიწყე, სუხიშვილებში გადასვლა და ცეკვის დაწყება ჩემთვის ერთი ზღვარია, იმიტომ რომ მანამდე ვფიქრობ რომ უბრალოდ ეს იყო გართობა, ჰობი, ეს იყო ბავშვური გატაცება და სუხიშვილებში უკვე პროფესიონალური სახე მიეცა ყველაფერს და დღითი დღე უფრო და უფრო ვითარდები და უფრო და უფრო ხვდები რომ უფრო და უფრო პროფესიონალი უნდა გავხდე და ჩემი თავისთვის უფრო მეტი უნდა გავაკეთო. პირველი იყო ალბათ ლაზური, ყველასთვის ნაცნობი მუსიკაა და ჩემი მონაცემებიდან გამომდინარე და ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე ყველაზე ახლოს ვარ ამ ცეკვასთან, რადგან მე არ შემიძლია ძალისმიერი ცეკვების ცეკვა, რადგან ვარ მაღალი და პირველი ჩემი პროპორციებიდან გამომდინარე მომიწია რომ ლაზურთან ყოფილიყავი ყველაზე ახლოს და თუ იცით ეს მონაკვეთი ლაზურის ბოლოს დუეტია ბიჭების ჭიპონი ქვია, ჭიპონს ეძახიან ამ დუეტს, ჭიპონი ქვია რა, ჭიპონზე უკრავენ და ჭიპონი ქვია, ამიტომ ამ დუეტს ეს არის ჩემთვის ყველაზე მეტად გულთან ახლოს მომენტი ცეკვაში, იმიტომ რომ პირველი დუეტი იყო, რომელიც ვისწავლე, პირველი დუეტი იყო, რომელიც პროფესიონალურად დავამუშავე და მის ცეკვა შემიძლია დღეს მაღალ დონეზე და პირველი დუეტი იყო, რომელშიც ვიგრძენი, რომ მე ცეკვა შემეძლო. მეორე რომ ავიღოთ, უკვე მთლიანად ცეკვას ვიტყვი და არ გამოვყოფ რომელია მონაკვეთს, ცეკვა ზეკარი არის ჩემთვის ხელოვნების ნიმუში. ცეკვა ტრადიციული ძველი ცეკვა, ყაზბეგური მთიულური ხასიათის ცეკვა, რომელსაც აქვს ძალიან ჟღერადი მუსიკა. თუ დაგაინტერესებთ მაყურებლებსაც შეგიძლიათ მოусმინოთ და პირველი 40-50 წამი დაახლოებით მარტო მელოდია მიდის, მარტო მუსიკა მიდის და ცეკვის დაწყებამდეც უკვე ხვდები რა დონის ცეკვა უნდა დაიწყოს და რა დონის მუსიკით იწყება ეს ცეკვა. იმიტომ რომ თვითონ მოცეკვავისთვისაც კულისებიდან როცა უყურებ და როცა ისმენ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცეკვის დასაწყისს და მუსიკის შესავალს. რადგან შენ იგრძნო ტემპი, იგრძნო ჟღერადობა და ჟინი აიმაღლო ცეკვის წინ და ჩემთვის ზუსტად ეს არის ზეკარი, ცეკვა, რომელიც ყველანაირ ემოციას აღძრავს ჩემში და ყველანაირად მანდომებს ცეკვის სულს. და მოდი ავილოსკენ რას ურჩევდი ახალგაზრდას, რომელიც ობენ სუხიშვილებში მოხვედრაზე, რომლებიც ოცნებენ სუხიშვილებში ცეკვას? ბატონო, პირველ რიგში ასე ვიტყვი, რომ ჩემ თავსაც ამ მომენტში ვურჩევდი რაღაცებს, იმიტომ რომ ერთია რას ვიაზრებთ და მეორეა რას ვაკეთებთ ჩვენი კარიერისთვის და ჩვენი წინსვლისთვის. პირველ რიგში ჩემ თავსაც იმას ვეტყოდი, რომ არასდროს არ უნდა გავჩერდე და არასდროს არ უნდა გაჩერდეს არავინ ვისაც წარმატების მიღწევა უნდა ნებისმიერ სფეროში. ყოველთვის უნდა ეცადო, რომ მაქსიმუმი გაიღო შენი საქმისთვის და ყოველთვის უნდა გააკეთო ის, რასაც
ან ყოველთვის უნდა გაკეთო იმაზე მეტი, რასაც შენი კონკურენტები, ასე ვთქვათ, ჭალებში რომ ვთქვათ, აკეთებენ. რადგან ყველა მეგობრობთ ერთმანეთთან, ძალიან კარგი გარემოა და ძალიან ბევრი ჩემი ძმაკაცი, ჩემი მეგობარი, ჩემი ამხანაგი ახლობელი ცეკვა სოფიშულებში, მაგრამ ყველა ვიაზრებთ იმას, რომ კონკურენცია არის თავარი, რითიც მოძრაობს ეს ანსამბლი და კონკურენცია არის მთავარი ხიდი, რაც არის გადებული ამ ტრადიციებსა და ჩვენს მოცეკვავეებს შორის. ნუ რაც შეეხება პატარა ასაკის მოცეკვავეებზე, ვისაც თუნდაც ოცნება დაქვთ ამ ანსამბლში ცეკვა, ერთადერთ რაღაცას ურჩევდი მარტო, დანარჩენი ინდივიდუალურია, უბრალოდ ერთადერთი რაღაცა არის, რაც საერთოა ყველას, რომ წნეხს არ უნდა შეუშინდნენ, როდესაც სუხიშვილების ანსამბლზეა საუბარი და შრომა არადროს არ უნდა შეწყვიტონ. რადგან ძალიან ბევრი მაგალითია ამის, რომ წნეხის გამო და რთული პირობების გამო დაანებეს ცეკვას თავი და ძალიან ბევრმა შემდეგ ინანა ან თუნდაც ცეკვას საერთოდ დაანება თავი. ამიტომ ერთადერთი რაღაცა არის მარტო საჭირო სუხიშვილების ანსამბლში რომ წარმატებას მიაღწიო. წნეხს უნდა გაუძლო და ბოლომდე უნდა იშრო. აუცილებლად, არა მარტო სუხიშვილების ანსამბლში, ყველა ანსამბლში და ყველა საქმეში თუ შენ ბოლომდე იშრომებ და არ გაჩერდები, აუცილებლად მიაღწევ წარმატებას და ჩემ თავსაც ზუსტად ამას ვურჩევდი და მოუწოდებდი, რომ რაც წარსულში მქონია გაჩერებები ტრამვების გამო, ჩემი ფიზიკური მონაცემების გამო, ჩემი მენტალური მონაცემების გამო ასევე ვურჩევდი, რომ ეს ყველაფერი უკან მომეტოვებინოს და ასევე მოეტოვებინოს ყველას უკან და წინ იარონ ყოველთვის, არასდროს არ გაჩერდნენ და წნეხი ასე ვთქვათ, უკუაგდონ და გამოიყენონ თავისთვის. მადლობა სანდრო. გონი ჩვენიერი ნაყოფიერი ინტერვიუ გამოგვივიდა, იმედია მაყურებელს მოეწონება. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო შენ ინტერვიუზე თანხმობისთვის და ასეთ საინტერესო საუბრისთვის. მადლობა თქვენ, პირიქით ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისაც თქვენი კითხვები და იმედოვნებ, რომ მაყურებელსაც მოეწონება ჩვენი ინტერვიუ. ნახვამდის. ნახვამდის.